მოგესალმებით. ახლა ზუსტად 9 საათია და ეს იმას ნიშნავს, რომ ეთერშია გადაცემა ჩემი კითხვა. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, ჟურნალისტები, ჩვენს ადგილს ვუთმობთ მოქალაქეებს. აქ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ღია ეთერის საშუალებით, ინტერნეტით შეკითხვა დაუსვათ ქვეყნის პირველ პირებს. გასული ერთი კვირის განმავლობაში თქვენთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენი სტუმარი სოზარ სუბარი უნდა ყოფილიყო. უამრავი შეკითხვა შემოვიდა. ჩვენ შევეცადეთ, რომ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე აქტუალური შეკითხვა შეგვერჩია და დღეს ამ შეკითხვებს ღია ეთერის საშუალებით სოზარ სუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლვილთა მინისტრი უპასუხებს. ბატონო სოზარ, მოგესალმებით. მოგესალმებით და მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს გადაცემას უყურებს და ყველა იმ ადამიანს განსაკუთრებით, რომელებიც ახლა ეთერში უნდა ჩაგვერთონ და აწუხებთ ის პრობლემები, რომელიც მართლა ყველას ერთად გვაწუხებს. და დიდი მადლობა თქვენ, რომ ასეთი საინტერესო გადაცემა, ახალი ფორმატი, საკმაოდ რთული გადაცემა წამოვიწყეთ. თქვენ ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვრთანხმდით ამ ფორმატში მონაწილეობაზე, რადგან ზოგადად არ არის ცნობილი რა შეკითხვები გაიჟღერებს დღეს ეთერში და გაქვთ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა ამ შეკითხვას უპასუხოთ. მოდი, ნუ ვალოდინებთ ამ ადამიანებს და პირველი შეკითხვა მოვისმინოთ. პირველი შეკითხვის ავტორი ნათია გახლავთ. ნათია, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო სოზარ. მადლობა, მე ვარ მოგესალმებით. ერთ-ერთი დევნილის მეუღლე, აფხაზეთიდან დევნილის მეუღლე. 16 წელია ვცხოვრობ ქირით. ერთ ოთახიანში, მყავს 2 ბიჭი. და ველოდებით რამდენი წელია ბინის მიღებას. მეუღლე მიენიჭა ქულა ნახევარი და მეუბნებიან, რომ ჯერ თქვენი დრო არ დაამდგარა, მიიღებთ, მაგრამ არ ვიცით როდის. შვილი, ერთი უმცროსი შვილი ცხოვრობს ბებიასთან, იმის გამო, რომ არა მაქვს ფართი, რომ დავაწინდა. შეგიძლიათ გამცეთ პასუხი, როდის მექნება, როდის ქულა ნახევრიანებს, როდის ექნება გზნები. დავაზუსტებ, თქვენ თბილისში ცხოვრობთ, ხომ? დიახ, თბილისში. ნამდვილად რთულად გასაცემია ამ კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ მოდი ესე გულწრფელები ვიყოთ, 86,000 დევნილი ოჯახი ცხოვრობს დღეს საქართველოში, აქედან 30,000 არის დაახლოებით თბილისში და პრაქტიკულად ისე გამოვიდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 23 წელი გავიდა დევნილობის და ცხინვალიდან დევნილებს გავითვალისწინებთ 25 წელი, ამ 86,000-დან თითქმის 52,000 ჯერ კიდე არ მიუღია ბინა და აქედან დაახლოებით 30,000 ცხოვრობს თბილისში. პირველად შარშან დავიწყეთ თბილისში ბინების გაცემა, უკვე შარშან 630-მა დევნილმა მიიღო ბინა ახალ აშენებულ კორპუსში და ამას დაემატა დაახლოებით 700 ოჯახი თბილისში, რომლებსაც დაუკანონეთ ის ბინები, რომლებიც კერძო მფლობელებისგან გამოვისყიდეთ და გადავეცით მათ. ეს ტემპი გრძელდება წელსაც დაახლოებით ვარაუდობთ, რომ 600-ზე მეტ ოჯახს მიეცემა ბინა თბილისში. აქედან ზუსტად აი გუშინ წინ გავანაწილეთ ბინები 159 ოჯახზე, რომლებიც უახლოეს დღეებში გადავლენ ახლად გარემონტებულ ბინებში. რას ნიშნავს ქულები? სამწუხაროდ იმის გამო, რომ ყველას ერთდროულად ვერ ვაკმაყოფილებთ, ჩვენ გადავწყვიტეთ გარკვეული კრიტერიუმები შეგვემუშავებინა, ვთქვათ, ეს არის გათვალისწინება ხდება სოციალურად დაუცველობის, მრავალშვილიანობის, თუ ვინმეს ომში ყავს დაღუპული ოჯახის წევრი, თუ შეზღუდული შესაძლებლობის პირი ყავს და ასე შემდეგ და ამის მიხედვით ვიძლევით ბინებს. ასე რომ წელს შემიძლია სამწუხაროა, მაგრამ პირდაპირ ვთქვა, რომ ქულა ნახევრიანები წელს ნამდვილად ვერ მიიღებენ. თუმცა უახლოეს წლებში უკვე ეს ქულები ჩამოვა ძალიან დაბლა და ყველას შეხვდება ბინა. ბარემ აქვე ვიტყვი, ჯერ არ მინდოდა პრინციპში ამის თქმა, იმიტომ რომ საბოლოოდ მოლაპარაკებები ბოლოში გასული არ არის, მაგრამ მუშაობთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ისინი შემოგვეშველებიან ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ისინი არ არიან თანახმარო თბილისში ააშენონ ბინები, თუმცა მზად არიან რამდენიმე 1000 ბინა ააშენონ რაიონებში. თუმცა თუ კი რაიონებში ისინი დაიწყებენ მშენებლობას, ჩვენ ეს მოგცემს საშუალებას, რომ გამოთავისუფლებული თანხა მივმართოთ თბილისში ახალი ბინების მშენებლობისკენ ან გამოსყიდვისკენ, რასაც ახლა ვაკეთებთ და ამ შემთხვევაში თბილისში გაცილებით დაჩქარდება ტემპები, ისევე როგორც რაიონებში. მაპატიეთ კიდევ ერთხელ, მაგრამ აი ზუსტი დროის თქმა, რომ ეს მოხდება წელს ან გაისად, ნამდვილად არ შემიძლია ჯერ, იმიტომ რომ ქულანახევარი ეს ის არის, რომელიც საკმაოდ დაბალია.
დიდი მადლობა ნათიას, მადლობა ბატონ სოზარს. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ მისგან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიდის მოლაპარაკება, მართლა ძალიან საინტერესო და საგულისხმო ინფორმაციაა. შემდეგი კითხვის ავტორი მაკო ბუხაიძე. მაკო, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით, გამარჯობა. ჩემი კითხვა ეხება აფხაზეთის ომში დაღუპულ უცნობ ჯარისკაცთა ნეშტების იდენტიფიცირების საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის მარტში ტოლთა და განსახლების სამინისტროსა და წითელი ჯვრის ეგიდით მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაფლავებულ აფხაზეთის ომში დაღუპულ უცნობ ჯარისკაცთა 8 საფლავის ექსჰუმაცია და დნმ-ის ანალიზის აღება ნეშტების იდენტიფიცირების მიზნით. ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია, რომ დნმ-ის დადგენის პროცესში ჩართულები არიან არგენტინელი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ქართულ და აფხაზური მხარის მიერ შეთანხმებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, კერძოდ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების ლაბორატორიაში. ხოთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, როდის დასრულდება აღნიშნული კვლევის პროცედურა და როდის გვექნება საბოლოო შედეგი. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ თემაში კარგად კი არა, აი უაღრესად კარგ პარტნიორობას გვიწევს აფხაზური მხარე, de facto ხელისუფლების პირველი ვიცე-პრემიერი არის მათი მხრიდან კომისიის ხელმძღვანელი, ჩვენი მხრიდან მე გახლავართ, დევნილთა სამინისტრო არის ამ შემთხვევაში წამყვანი უწყება ქართული მხრიდან და შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რამე დაბრკოლება შექმნოდა ამ ორხრივ ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია, როდესაც საფლავების მოძიება, სამარხების გახსნაზე არის ლაპარაკი ენგურს მიღმა ტერიტორიაზე და გაცილებით ადვილია, როდესაც ეს ხდება აქეთ ჩვენს მხარეს მიდის მუშაობა და ამ 8 სამარხთან დაკავშირებით გაგზავნილი არის ნიმუშები ზაგრებში. მინდა გითხრათ, რომ აქ ჩართულია 4 უცხოური მხარე, ეს არის საერთაშორისო წითელი ჯვარი შვეიცარიიდან, ესენი არიან არგენტინელი სპეციალისტები, რომლებიც გვეხმარებიან სამარხების მოძიებასა და გახსნაში და შემდეგ თქვათ ამ მიცვალებულთა ნეშტების ისე დალაგებაში, რომ აბსოლუტურად ერთმანეთში არ იყოს სხვადასხვა მიცვალებულთა ნაწილები არეული. ეს არის ზაგრების ლაბორატორია და განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა მძიმე არის იდენტიფიცირება ნეშტების დნმ-ის, ამ შემთხვევაში ერთვება ვენის ლაბორატორია, სადაც აქვთ ყველანაირი საშუალება, რომ აი ყოველგვარი შეცდომის გარეშე მოხდეს ნეშტის იდენტიფიცირება. ველოდებით პასუხებს საკმაოდ მალე. ზუსტი თარიღების თქმა არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ვთქვიათ, რომ დაახლოებით 3 კვირაში გადმოგცემდნენ რაღაც მიზეზების გამო ეს 3 კვირა გაგრძელებულა 2 და 3 თვეც. თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს. ახსნა ის არის, რომ მაპატეთ ახლა ასეთ მძიმე თემაზე რომ ვლაპარაკობ პირდაპირ ეთერში, მაგრამ თითოეული მართლა ნაწილი, თითოეული ძვალი ისე აკეთებენ, რომ არის თავის ადგილას დალაგებული. ახლა მოგეხსენებათ 23 წლის განმავლობაში იქ ბევრი რამე ხდება, შეიძლება რაღაც არეული იყოს და ეს რო არ მოხდეს და ყველა ნეშტი იყოს სრულყოფილად ერთი და იგივე ადამიანის, ამისთვის ძალიან დეტალური და სკრუპულოზური მუშაობა მიდის, ამას სჭირდება თვეები, მაგრამ ძალიან მალე ყველა ის ადამიანი იქნება ცნობილი, რომლებიც უკვე არის ამოსვენებული და ასეთების რიცხვი 200-ს აღემატება ამ წუთის 250-ზე მეტია უფრო ზუსტად. ძალიან დიდი მადლობა მაკოს, ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოზარს. მაკოს მინდა ვკითხო, ხომ არ გაქვთ დამატებითი შეკითხვა ბატონ სოზართან? არა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ახლა რუსთავიდან გვაქვს ჩართვა ინტერნეტით, ქალბატონი ირინა უნდა შემოგვიერთდეს. ქალბატონო ირინა, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო სოზარ. მენთან მაქვს კითხვა, რომელიც შეეხება 74 წლის მამას, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი. იგი ესე იგი მისი დევნილობა არასოდეს ექსპრეს არ დამდგარა, მხოლოდ 2013 წელს გასაუბრება ვერ გაიარა და გასაუბრების შედეგად გაუქმდა დევნილობა. მას აქვს აფხაზეთის პასპორტი, საბჭოთა კავშირის დროინდელი, რომელშიც ჩაწერა არ დაფიქსირებული 74 წლიდან. აქვს დევნილი აფხაზეთის მთავრობის ცნობა, რომ იგი იყო მათი მაცხოვრებელი, აქვს მაცხოვრებელთა ჩვენება, რომ იგი ნამდვილად ცხოვრობდა გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეში და მაინც ყველაფერი ამის საპირწონედ გახდა მისი გასაუბრება, რომელიც მან ვერ გაიარა, რაღაც ფაქტების ნიუანსების დამტყევა და ანუ ჩვენ
რამდენიმე სასამართლო გავიარე და არ აღვიძრა ასე ვთქვათ წოვიდობის დევნილობის სტატუსი. აი რა არის კიდე რა საჭირო იმისთვის რომ ეს ფაქტი აღადგინოს და ჩვენი აზრით გვეკუთვნის ნამდვილად წოვიდობა. კი ბატონო. მოდი ესე გავაკეთოთ, მობრძანდით ჩვენთან, თქვენი ტელეფონი აი ეთერის შემდეგ დატოვეთ და ჩვენ აუცილებლად დაგირეკავთ. თუ ხვალ არა მომდევნო კვირაში აუცილებლად მობრძანდით, შევხვდეთ და დეტალურად გავიაროთ ყველა საკითხი. მე თქვენ ეხლა ცხადი ესე პირდაპირ ეთერში პასუხს ვერ გაგცევთ, იმიტომ რომ თქვენი საკითხი შესწავლილი არ მაქვს, მაგრამ დიდი აუცილებლად შევისწავლით და პირობას გაძლევთ. ოღონდ მე მაინც მინდა რომ მაყურებელს რო დარჩეს წარმოდგენა რა ხდება და როგორ მუშაობთ ხოლმე, ამაზე რომ გქონდეთ სრული პასუხი. სამწუხაროდ ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც ადამიანები საქმთ არასწორად აღებული ეს დევნილის მოწმობა და არის შემთხვევები, როდესაც ჩვენც უშვებთ შეცდომებს. ეხლა მე მაგალითად ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ასევე ჩვენ შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო გაჩნდა ეჭვი ამ ადამიანის საქმე ჩვენ შევისწავლეთ. მას კითხეს თანამშრომლებმა, რომ თქვათ დაესახელებინა მეზობლები, ვინ იყვნენ მისი მეზობლები, მან დაასახელა 5 მეზობელი და აღმოჩნდა, რომ ამ 5-დან არც ერთი არ იყო დევნილთა სიაში. ეს საკმარისი საფუძვლად ჩაითვალა კომისიის მიერ, რომ მას გაუქმებოდა დევნილის მოწმობა. თუმცა როცა უფრო დეტალურად შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები გაგრიდან იყვნენ და გაგრა მოგეხსენებათ პირველი დაეცა და ამის შემდეგ ისინი წავიდნენ რუსეთში და ცხოვრობენ მოსკოვში, მაშინ როცა მათი ოჯახის წევრები არიან თბილისში და ძალიან ადვილად მოხდა ამ შემთხვევაში აღდგენა მისთვის დევნილის სტატუსის. მაშინ როცა გვაქვს აბსოლუტურად სხვა ტიპის შემთხვევები, რომ ადამიანები, რომლებიც თქვათ ამტკიცებდნენ და ჰქონდათ დევნილის სტატუსი და ამტკიცებდნენ, რომ ცხოვრობდნენ სოხუმში, მუშაობდნენ სოხუმის სიგარეტის ქარხანაში, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ ვინ იყო არ ქარხნის დირექტორი, არ იცოდნენ დარაჯი, არ იცოდნენ მოადგილე, არ იცოდნენ რომელიმე თანამშრომელი და როცა ძალიან დეტალურად ჩავეკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები სოხუმში ყიდულობდნენ სიგარეტს და ყიდდნენ მერე საქართველოს ერთ-ერთი ქალაქში. ეს იყო მთელი მათი კავშირი სოხუმთან. ასეთი კავშირი სოხუმთან თუ გაგრასთან თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდა. ან იყო შემთხვევა მეორეს გეტყვით, როდესაც ადამიანი, რომელსაც გარანტირებული ჰქონდა, რომ ბინა მიეღო, იმიტომ რომ ჰქონდა საკმაოდ მაღალი სტატუსი და ამ სტატუსში ერთ-ერთი მაღალი ქულა, სამი ქულა ჰქონდა მას, იმიტომ რომ მისი შვილი იყო ომში დაღუპული. ჩვენ ეჭვი შევიტანეთ გარკვეული გარემოებების გამო, იყო თუ არა მისი შვილი ომში დაღუპული და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანის შვილი არ იყო ომში დაღუპული და მას არა მხოლოდ ბინა ეკუთვნოდა, არამედ იღებდა ყოველთვიურ 1000 ლარიან დახმარებასაც, როგორც ომში დაღუპულის მშობელი. საბოლოოდ ცხადია მას ეს სტატუსიც გაუგდა, მან ვერ მიიღო ბინა, ისევე როგორც საქმე გადაეგზავნა პროკურატურაში, იმისთვის რომ შესწავლილი იქნეს, როგორ მოხდა, რომ მას ჰქონდა ეს სტატუსი და როგორ იღებდა ის ამ 1000 ლარს სახელმწიფოსგან აბსოლუტურად არასწორად. ასე რომ მე მესმის, რომ თქვენ შეიძლება აბსოლუტურად გულწრფელად და სამართლიანად ხართ შეშფოთებული თუ რატო გაუგდა ამ ადამიანს ყოველი სტატუსი, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენს დაეჭვებასაც აქვს გარკვეული საფუძვლები. მე მჯერა რომ ამ შემთხვევაში არაფერი ეჭვის საფუძველი არ არსებობს, მობრძანდით ჩვენთან, ერთად გავიაროთ, ერთად შევამოწმოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენთან არის და ან ჩვენ დავარწმუნდებით თქვენ სიმართლეში, ან თქვენ დავარწმუნდებით, რომ ჩვენს ეჭვს გარკვეული საფუძველი ჰქონდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოზარდს და ქალბატონ ირინას მინდა ვკითხო, ხომ არ აქვს დამატებითი შეკითხვა მინისტრთან? არა, ნამდვილად მიზანი იყო, რომ აი ადამიანურად გარკვეულიყვნენ სიტუაციაში და როგორღაც ან ეთქვათ მიზეზი რის გამოც ჩვენ არ ვიღებთ ობილობა უბრალოდ მამას და ან კიდევ გარკვეულიყავით და ნამდვილად მოხდა იმით რომ შევხვდებით და დავილაპარაკეთ და გავიგეთ ამ კითხვას. პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმ მომდევნო კვირაში ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, თუ თქვენს მამა თქვენს თუ შეუძლია ჩამოსვლა, პირადად წამოიყვანეთ ისიც, იმიტომ რომ მას ალბათ უფრო დეტალურად შეიძლება გარკვეული ცნობების მოცემა იმ საქმეზე, რომელიც თქვენ გაწუხებთ. მადლობა. ახლა შემდეგი შეკითხვის ავტორს უნდა მოვუსმინოთ, ბატონი დიმიტრი უნდა შემოგვიერთდეს საფრანგეთიდან. ბატონო დიმიტრი, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ. ბატონო დიმიტრი, რამდენი ხანია რაც საფრანგეთში იმყოფებით? Ani 4 წელია რაც საფრანგეთში ვიმყოფები. მე ახლა ვარ დიმიტრი, იმიგრაციაში საქართველოს ძალიან ბევრი შეკითხვები დაგვიბრუნდა. აი აქ ჩამოსული ხალხი ბატონო სოზა, უმეტესობა ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. მიუხედავად იმ რეჟიმისა, რომელიც მაშინ საქართველოში არსებობდა. მე პირადად გახლავარ, მე ასე გაზარალებული.
მე მინდა თქვენ გსმენიათ თქვენი ომბუდსმენად მუშაობის პერიოდში გსმენიათ არასორო ოპერაციებთან, აი ტყუილ ოპერაციებთან შესახებ, რომელიც რუსთავის ისმის ჩემი ხმა. ისმის ოღონდ საკმაოდ ცუდად, რა ვიცი, აი მე მგონი ხვდები რას ამბობ კი. ისმენთ, სადოთ გავაგზავნოთ. ქუთაისის ნომერ მეორე საპროფილოში რაც ხდებოდა თქვენი ომბუდსმენად მუშაობის დროს, კარგად გახსოვთ კი. როდესაც ანგარიში გამოდიოდით საქართველოს პარლამენტში თქვენ ამას ამბობდით, რომ აი ჯანდაცვის სფეროს მისახედია, რომ ეცდება დაუშვათ არასწორი ოპერაციები, მე ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია ბატონო სოზარ. აი მე ხელთან მაქვს ერთ-ერთი პატიმრის ნაშა მარღანიას დების განცხადება, რომელიც თქვენ მოგმართავთ პირადად, რომ დაინტერესდეთ აი ამ პატიმრის ბედიგვით, ამ ადამიანსაც დაუდგინეს სიმსივნე, შემდეგ თქვენს მიერ დაგზავნილი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნათიაინაძე, რომელმაც ეს ადამიანი გადაარჩინა. ბატონო სუზარ, ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. თქვენ დღეს როდესაც გზავნდებით ხელისუფლებაში, დაინტერესდით თუ არა საერთოდ, ან დარჩილა თუ არა ვინმე, აი ეს ექიმები თუნდაც. აი ამ ყველაფრიდან რას თავაზობს დღეს რა პრევენციული ღონისძიებას ატარებს დღეს სახელმწიფო, აი ემიგრანტებთან მიმართებაში, მოიძახით აი დაბრუნებით ემიგრანტებო, აი დაბრუნების შემთხვევაში, აი ეს ხალხი, რომლებიც ფსიქოლოგიურ დახმარებას გადიან, აი ბატონო სოზა, პირადად მე, რომელსაც შემირყიეს ჯანმრთელობა, ვინაიდან ჩემი მეუღლე გახდა ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე იმას ვაპროტესტებდი ყველაფერს. მე პირადად და უამრავ ასეთ ადამიანს, რომელსაც სხვადასხვა ორგანოებიც კი ამოაჭრეს. აი ამასთან დაკავშირებით ძალიან ხო თქვენ საქმის კულში ხართ? მე ვიცი რომ აი კარგი, ბატონო დიმიტრი, მოდი მივცეთ შესაძლებლობა ბატონ სოზარს საკმაოდ მძიმე შეკითხვა იყო, მძიმე ემოციური ჩემთვის. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შემდეგ ჩაიკითხოთ ბატონ სოზარს. ბატონო სოზარ, მძიმე შეკითხვაა, წარსულის ამბებს ეხება, მაგრამ ალბათ უნდა უპასუხოთ ამ შეკითხვას. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მოდი, რამდენიმე ნაწილად გავყოფ ამ პასუხს. პირველ რიგში ის რომ დღეს იყო სწორედ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი მოხსენება, იქ იყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეფასება მისცა იმას, რაც ხდებოდა წამების არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით 2004-2012 წლებში. ეს იყო როგორც ციხეებს შეეხება, ისე წინასწარი დაკავების ადგილებს, ისე ზოგადად წამებას, მკვლელობებს ქუჩაში, როგორც ირგვლიანი საქმე და ასე შემდეგ და აქვე იყო მოტანილი სტატისტიკაც. 91 ადამიანი არის, რომელსაც წამების გამო მისჯილი აქვს პატიმრობა სხვადასხვა ვადით, ზოგჯერ მეც მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია თქვა 4 წელი, ზოგ შემთხვევაში ეს არის 9 წელი და მეტი და უამრავი საქმე ჯერ კიდევ არის გამოძიების ეტაპზე და მიმდინარეობს ფაქტების შეკრება, არიან ადამიანები, რომლებიც არიან გაქცეულები დღეს ქვეყნიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად წარსდგებიან სამსჯავროს წინაშე. მე შემიძლია ახლა მეორე ტიპის სტატისტიკა გითხრათ. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ციხეებში კვდებოდა წელიწადში 140-154 ადამიანი. თვითონ ეს ციფრი არც ბევრი, არც ცოტა, ეს არის დამოკიდებული რამდენი პატიმარია ქვეყანაში, მაგრამ სოფლიოში ეს ითვლება ყოველ 10,000 პატიმარზე რამდენი გარდაცვალებაა. საქართველოში ეს იყო დაახლოებით 65-დან 71 კაცამდე კვდებოდა ყოველწლიურად, ყოველ 10,000 პატიმარზე. ეს არის დაახლოებით 2-ჯერ მეტი და 3-ჯერ მეტიც ვიდრე ევროპის ციხეებში, იმიტომ რომ ევროპის ციხეებში ზოგ ქვეყანაში ეს არის სადღაც 20-ის ფარგლებში, 18, 20, 22, არის ქვეყნები სადღაც 30-ის ფარგლებშია. საქართველოში ვიმეორებ ეს იყო 65-დან 70-მდე, თითქმის 3-ჯერ მეტი. და რომ შევადაროთ რა მოხდა ჩვენს პერიოდში, პირველივე წელს ეს ჩამოვიდა ყოველ 10,000 პატიმარზე 22 სიკვდილზე, ხოლო შარშან უკვე ჩამოვიდა 12 კაცი მოკვდა მთლიანად პენიტენციურ სისტემაში და თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად შარშან იყო 10,000 პატიმარი ციხეში, ანუ ყოველ 10,000 პატიმარზე იყო 12 კაცი. ეს არის მართლა წარმოუდგენელი შედეგი.
და უფრო ნაკლები ვიდრე ევროპის ყველაზე კარგი პენიტენციური სისტემის მქონე ციხეებში. აქვე ვიტყვი ბარემ რომ სუიციდი იყო ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა საქართველოს ციხეებში და როდესაც ჩვენ დავიწყეთ სუიციდის პრევენციის პროგრამა, ამის შედეგი იყო ის, რომ შარშან მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა და რო შევადაროთ იგივე ევროპის ქვეყნებს, იქ ეს ციფრი არის გაცილებით მაღალი. 10,000 პატიმარზე წელიწადში 10-12 სუიციდი, როგორც წესი, ეს არის თითქმის გარდაუვალი და ჩვენთან იყო ერთი სუიციდი. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რაც დავიწყეთ ჩვენ, ეს არის თვითონ ჯანდაცვის სფერო ხო გაუმჯობესდა, მაგრამ დავიწყეთ ისეთი დაავადების კურნალობა, როგორც იყო C ჰეპატიტი. როდესაც ჩვენ ჩავატარეთ გამოკვლევა, აღმოჩნდა, რომ ყოველ მეორე პატიმარს, დაახლოებით 50% პატიმრებისას ჰქონდა C ჰეპატიტი. ჩვენ წინასწარი მონაცემი, რაც ჰქონდა ძველი კვლევებით, ეს იყო 17% და 17%-იც კი ძალიან მაღალია, მაგრამ ვერავინ ვერ წარმოედგენდა, რომ 50%-იანი იქნებოდა ამ დაავადების პრევალენტობა. დავიწყეთ კურნალობა და შედეგი ამ კურნალობის იყო ის, რომ არა მხოლოდ ციხეებში დავიწყეთ უფასოდ კურნალობა, არამედ ამის ესეთი ჯაჭვური გაგრძელება იყო, რომ დღეს საქართველოში ტარდება უპრეცედენტო მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ხდება სრული ელიმინაცია C ჰეპატიტის ყველა ადამიანს ყველაზე თანამედროვე, სუპერთანამედროვე წამლით უტარდებათ კურნალობა. ეს არის წამალი, რომელსაც არ აქვს არანაირი უკუჩვენება და რომელიც ერთი კურსი ჯდება დაახლოებით 85-დან 100,000 დოლარამდე. თუ წარმოვიდგენთ, რომ დაახლოებით 200,000-დან 300,000-მდე ადამიანი არის საქართველოში დაავადებული C ჰეპატიტით, ადვილი წარმოსადგენია რა თანხებზე არის აქ ლაპარაკი. და მეოთხე კიდევ ერთ ციფრს ვიტყვი თქვენის ნებართვით. საქართველოში ციხეებში დაახლოებით 2,000 ახალი შემთხვევა იყო ყოველწლიურად იმის ტუბერკულოზის. ამ ტუბერკულოზიდან არის ნაწილი სწორედ ქრონიკული ტუბერკულოზი, რომელიც უბრალოდ არ იკურნება, მისი ჩხირების მოკვდინება ვერ ხერხდება დღეს და ორგანიზმის გაწმენდა ამ ჩხირებისგან. ქვეყანაში, სადაც იმყოფებით საფრანგეთში, დაახლოებით 90 ადამიანიდან, რომელსაც აქვს ქრონიკული ტუბერკულოზი, 2-3-ის გამოკლებით ყველა არის ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და 2,000 ახალი შემთხვევიდან ჩვენ ჩამოვიყვანეთ, ჩემი მინისტრობის პერიოდში ეს იყო 50 და წელს მე მგონი შარშან უბრალოდ მე მგონი ეს 50-60-იც განახევრდა და სადღაც 30-ს ჩამოსდა. ეს იყო ის რეალური შედეგები, რასაც მივაღწიეთ, მაგრამ ამის პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება ყველა იმ დანაშაულის, ყველა იმ წამების ფაქტის, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი აგებს პასუხს. და ბარემ კიდევ ერთ ციფრს ვიტყვი, თითქმის 0-ის დონეზე დავიდა სტრასბურგის სასამართლოში საჩივრები ციხეებიდან იმის გამო, რომ მათ არ მკურნალობენ ან წამებასთან დაკავშირებული საქმეები. ბატონო სოზარ, მადლობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თანამდებობრივად დღეს არ გეკუთვნით ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მაინც არ გაურბიხართ ამ შეკითხვას. კარგია, რომ სტატისტიკა მნიშვნელოვნად ბევრი მიმართულებით არის გაუმჯობესებული, მაგრამ კონკრეტულად გკითხავთ, თუნდაც აი ამ ადამიანთან დაკავშირებით, რა ნუგეში შეგვიძლია, რით შეგვიძლია ვანუგეშოთ ეს ადამიანები, რა შეგვიძლია შევთავაზოთ მათ იმის საკომპენსაციოდ, რაც მათ გადაიტანეს. იცით რა, ხა კომპენსირება ყველაფრის სამწუხაროდ არ ხერხდება, ის რომ დღეს არ ხდება ადამიანების წამება, დღეს რომ ადამიანებს კურნალობენ, ეს მე მგონი უკვე თავისთავად არის მიღწევა და წარმატება. მეორე დღეს არავის არ უხდება ქვეყნის დატოვება იმისთვის, რომ მას სჭირდება მკურნალობა C ჰეპატიტში ან ტუბერკულოზში და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის გამოც ადამიანები გარბოდნენ ქვეყნიდან და იღებდნენ თავშესაფარს. მესამე შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა როცა ადამიანი ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, თქვათ იმის გამო, რომ წინა რეჟიმის დროს ისი დევნებოდა, დღეს ეს დევნა აღარ გრძელდება, ბუნებრივია და უკვე მათი გადასაწყვეტია დაბრუნდნენ თუ არა. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია შევთავაზოთ ადამიანებს, თქვათ მივცეთ იმის ნუგეში და იმედი, რომ დაბრუნდებით და გექნებათ სამუშაო. სამწუხაროდ ეს არ შეგვიძლია, ამას დასჭირდება ალბათ კიდევ რამდენიმე წელიწადი, რომ ჩვენთან უმუშევრობის დონე იყოს ევროპის ქვეყნების დონეზე და იმის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელიწადი, რომ შეიძლება ადამიანი მუშაობდეს, მაგრამ მისი ხელფასი ოდნავ მაინც გათანაბრებული იყოს ევროპის ქვეყნების ხელფასებთან. მოდით ბატონ დიმიტრის ვკითხოთ. ბატონო დიმიტრი, დაბრუნდებით საქართველოში? აი
ძალიან თული საკითხია. ჩემი პრობლემა ძალიან იმე გახდა, ფაქტობრივად იმას ადამიანს ვისაუბრები. მე მინდა ბატონ სოზარს მადლობა გადაუხადო, მაგრამ კითხვაც მებადება რა, უბრალოდ ბატონ სოზარ, აი მე რაც თქვენ ახლა გითხარით, ამასთან დაკავშირებით ფილმი არის გადაღებული 40 წუთიანი, ალბათ თქვენ ნანახი გექნებათ აი ეს ფილმი. დიახ, კი. ძალიან ბევრი პატიმარ შევხვდი, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სასქესო ორგანოებიც კი ამოაჭრეს აი ამ ხალხს. და ესენი აქ ფსიქოლოგიის შემოწმებას გადიან ძალიან დიდ დახმარებას უწევს აი ამ ხალხს ექიმები, აქაური ექიმები და გასაკვირველია. და აი მაგ დაბრუნების შემთხვევაში შეგიძლია გითხრათ აი მხოლოდ აი ის აღიკვეთებიათ რომელიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს. უბრალოდ მინდოდა რომ აი ეს თქვენ ცოდნოდათ, თქვენ არ ვიცი თუ ხართ ნაკურები აი ამ 40 წუთიან ფილმს, სადაც ბატონი სულხან მოლაშვილი საუბრობს თვით ამის შესახებ, საუბრობს თვით დანათა წოდებული ბედუკაზეც კი. რომ აი ასე და ასე ხდებოდა, აცნიდნენ პატიმრს სხვადასხვა ორგანოს და შესაძლოა კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის, ბატონო სოზარა საკმაოდ მძიმე ფაქტებზე საუბრობს. მძიმე ფაქტებზე საუბრობს, ეხლა მე წამების ძალიან ბევრი ფაქტი მაქვს აღნუსხული, იდენტიფიცირებული, როდესაც ვიყავი სახალხო დამცველი, მოგვიანებით როდესაც ვიყავი სასჯელ ასრულების მინისტრი, ციხეებში შევიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, მათ შორის იყო ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს, მათი დაფინანსებით გამოკითხეს 2000-მდე პატიმარი და ყოფილი პატიმარი, რომლებისგანაც აიღეს სწორედ წამებაზე, არაადამიანურ მოპრობაზე ინტერვიუები, მასალები, ეს ყველაფერი შევიდა პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ძალიან ბევრ დანაშაულზე ლაპარაკი, თუმცა ორგანოებით ვაჭრობა მაინც ვერ გასცდა ასეთი მithქმა-მოთქმის დონეს. მე არ მინდა ვიხმარო ამ შემთხვევაში სიტყვა ჭორი, უბრალოდ ეს ვერ გასცდა მithქმა-მოთქმის დონეს, არც ერთი იდენტიფიცირებადი ფაქტი ჯერჯერობით ამ თემაზე არ არის. თუ ყავს ადამიანი თუნდაც, რომელსაც ასეთი ორგანო ამოაჭრეს ან რომელმაც იცის ამის შესახებ, რა თქმა უნდა, მოვისმენ მეც და გადავცემს და დავაკავშირებ საგამოძიებო ორგანოებთან. თუმცა ისევ გავიმეორებ, ვერც იმიდან რაც საგამოძიებო ორგანოებმა გააკეთეს და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოკითხული 2000-ზე მეტი პატიმრიდან ან ყოფილი პატიმრიდან, აი ამის კონკრეტული ფაქტი ჯერჯერობით მე რომ ვიცოდე ისე არ არის დადებული. ბატონო დიმიტრი, თუ გაქვთ კონკრეტული ფაქტები, შედგა ხო ხედავთ კომუნიკაცია თქვენსა და მინისტრს შორის. შეგიძლიათ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია და გააგრძელოთ კომუნიკაცია მასთან. მართლა ძალიან საინტერესოა, რომ გაცდეს მხოლოდ მithქმა-მოთქმას ასეთი საზარელი ფაქტები. ახლა კი შემდეგი შეკითხვა უნდა მოვისმინოთ, ბატონი ჯემალი სამაჩაბლოდან დევნილი უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით ბატონო ჯემალ. მოგესალმებით ბატონო სოზარ. მოგესალმებით, გამარჯობა. მადლობა თქვენ რომ მომეცა საშუალება თქვენთან გასაუბრების, ამაზე დიდი ხანი ვოცნებობდი, მაგრამ არ მომეცა ეს საშუალება. მოკლედ გაგეცნობთ, მე ვარ სამაჩაბლოდან დევნილი, ჯემალ ბაღუციძე, რომელიც 2008 წლიდან 10 წლამდე ცხოვრობდა ჩარგლის 67-ში. კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტში მოხდა ჩვენი გამოსახლება ძალით პოლიციის. მას შემდეგ ვარ ქირით. არ მიცდია რომ შევსულიყავი სადმე შევჭრილიყავი და მე ცხოვრა ისე. დღესაც აი დღეის ჩათვლით მე ვარ ქირით ცხოვრობ. მაგრამ საინტერესოა რამდენამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. ჩემი ოჯახი 6 წლიანი ოჯახია. უკვე გაუსაძლისია ჩემთვის ეს მოსაწყენი კი არა, რა ვიცი რა, აღარ ვიცი აი რანაირად წავღვეში. სამინისტროსგან მივიღეთ 11 თვე. მერე დამანებეს თავი და იმის შემდეგ საერთოდ აღარ ხედავენ, რა ვიცი, ვარსებობ თუ არ ვარსებობ მე და ჩემი ოჯახი. ხო. სამწუხარო ის არის რომ ასეთი რაღაცები ხდება. არ მინდოდა ესეთი რაღაც, მაგრამ უკვე გულმოსული ვარ, აღარ შემიძლია. ვინას ველოდები, ქირა მომიხსნეს, ქირის გარდა 3 ქულა წამართვეს ამ გამოსახლების
რატო რისთვის მე ვერ ვიგებ. თანაც მაშინ, როდესაც ველოდებოდ უკვე ბინის მიღებას. ცოტა წინ მაინც ეთქვა ან რაღაცა უკვე ჩემთვის არ იქნებოდა შოკის მომგვრელი ისაბავი. აი წინა დღეებში ზუსტად, როდესაც უნდა მივსულიყავი სამინისტროში, მივედი კიდევაც, მიკითხე, წადიო ჯერ იკითხე შენი საქმეო და მე მოდიო და ნახოთო რა იქნება. ავედი ვიკითხე და 3 ქულა მქონდა წარწმებული. რატო რისთვის ვერ ვიგებ? ამ წუთში რამდენი ქულა? პასუხი ასეთია, გამოსახლებაზე და სიძველის გამო ამ გამოსახლების თურმე რახან ეს მოხდა მიშას დროს, ტენა ხელისუფლების დროს, არ ვიცი, ასეთი რამე ჩემთვის მიუღებელია და ერთი ის ამბავია კიდევ რომ თქვენს მიერ გამოცემული ბრძანება აპრილის პირველი რიცხვიდან ეცოდინებათ ალბათ მესაკუთრე რომ ახორციელებს გამოსახლებას აი ამ ბრძანებით მე მეკუთვნის თუ არა ამ 3 ქულის უკან დაბრუნება საერთოდ 7 ქულა გვაქვს ამის ჩათვლით. მოდი პირველ რიგში დავიწყებ ახლა დღეს რამდენიმე დევნილი მივიღე რომლებიც რაღაც ესეთი ზუსტად ესეთივე სასოწარკვეთილი ხმით ლაპარაკობდნენ და ტონით თავის მდგომარეობას და მე თითოეული მათგანის კარგად მესმის, იმიტომ რომ ისინი არიან მძიმე პირობებში, მაგრამ აი ჩემი პასუხი ყოველთვის არის ერთი. 2009 წელს სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომელთაც დევნილებს აეკრძალა თბილისში სახლების მიღება. პირველ ეს ბრძანება ჩვენ შევცვალეთ და პირველად შარშან დავარიგეთ 630 ბინა თბილისში. წელს ეს ტემპი გრძელდება და მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება და რატომღაც ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ქონდათ არც კანონმდებლობით და არც პრაქტიკაში შანსი რომ მიეღოთ თბილისში ბინა, ეხლა უფრო ესეთი სასოწარკვეთილი იმით ლაპარაკობენ რომ რამე შველება მე რომ აი რამდენიმე თვეში კი არა შეიძლება 2 წელიწადში მომიწიოს ბინის მიღებამ ვიდრე მანამდე. ამ დროს ვაკეთებთ იმას, რაც არის შესაძლებელი. 2000-მა დევნილმა მიიღო შარშან ბინა მთელ საქართველოში, აქედან გავიმეორებ 630-მა თბილისში და 2200 მიიღებს წელს თბილისში, აქედან დაახლოებით 600 შეიძლება მეტი იყოს თბილისში. ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. ეხლა ვინ იღებს ბინას პირველ რიგში და ვინ იღებს მეორე რიგში? ხო, ბინას პირველ რიგში იღებს, წეგან ვილაპარაკე გარკვეული კრიტერიუმებით ხდება. გამოსახლებას რაც შეეხება, როდესაც ადამიანი ემუქრება გამოსახლება, მას ამაში ემატება 3 ქულა. ეს არის ministris ბრძანებით, ოღონდ ჩემამდე იყო 2013 წელს არის ბრძანება მიღებული, დადგენილი. მაგრამ ის რომ ადამიანი გამოასახლეს თქვა 2008-ში, 2010-ში, 2006-ში, 2000 რა ვიცი გამოსახლებამდე მოხდა საერთოდ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გამოძევება ხო ჩვენი მოქალაქეების და ის გამოსახლებაც იყო და უფრო მეტიც. ეხლა იმის გათვალისწინება არ ხდება უბრალოდ, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში არის ყველა დევნილი. დანარჩენი ეს ქულები იკრიბება, თუ ვინმეს არასწორად დააკლდა, შეუძლია მოვიდეს, გაასაჩივროს და შევისწავლით, მაგრამ ეხლა ის რომ ადამიანს რამდენიმე წლის წინ, 5 წლის წინ ვიღაცა გამოასახლეს, ამის გამო ეს არ ხდება რომ ის გამოსახლება ემუქრება. ქულა, 3 ქულა ეწერება იმ დევნილს, რომელსაც ეხლა ემუქრება გამოსახლება და არა იმას, რომელიც ოდესღაც საიდანღაც გამოასახლეს. რომ გამოასახლეს, ამის შემდეგ ის სადღაც ცხოვრობს. თუ ცხოვრობს ქირით ეძლევა, რომ აი ქირით რო არის, იმაში ეძლევა ქულა. თუ ცხოვრობს ნათესავთან, ქულა ეძლევა იმაში, რომ ნათესავთან ცხოვრობს. თუ ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში, ქულა ეძლევა იმაში, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. თუ არის სოციალურად დაუცველი, კიდე ემატება ქულა იმაში, რომ სოციალურად დაუცველია. და ამიტომაც ის რომ ოდესღაც მოხდა გამოსახლება, ამაში ალბათ ქულა ვერ დაეწერება, თუმცა ისევ და ისევ ესე პირდაპირ ეთერში პასუხს კონკრეტულ საქმეზე ვერ გავცემ, შეიძლება რაც მე თქვი ეს იყოს ძალიან არასწორი და არაკომპეტენტური, იმიტომ რომ ქაღალდები წინ არ მიდოს და ამ ადამიანის საქმე არ მაქვს შესწავლილი და ასევე ჩავიწერთ გვარს სახელს, დიდი სიამოვნებით შევისწავლით და დაუკავშირდებით მე რომ ვუთხრათ კონკრეტულად რა მოხდა, რატომ მოხდა და რაც მოხდა ის რამდენად სამართლიანი და რამდენად არ არის სამართლიანი. ეხლა რაც შეეხება ბინას. ჩვენ ბინები ზოგადად კი არ გვიჭირს. გვიჭირს კონკრეტულად თბილისში, გვიჭირს კონკრეტულად ზუგდიდში, გვიჭირს კონკრეტულად თქვათ ქუთაისში ან ბათუმში, თორემ ბინები ზოგადად არის და არის ზოგჯერ არის რომ თვეობით და სულობით ვერ ვახერხებთ ადამიანების დასახლებას. ამ წუთში მაგალითად 2 კვირის წინ ხაშურში შევასახლეთ 65 ოჯახი, 30-მდე ბინა ხაშურში
გვაქვს ცარიელი, რომელიც შეგვიძლია გავცეთ ძალიან კარგი მაღალ დონეზე გარემონტებული ბინები, ვაპირებთ რომ თავისი გათბობაც დავაყენოთ, წყალი, გაზი, ყველაფერი არის, დენი ბუნებრივია. გვაქვს ბინები, უკვე რამდენიმე თვეა ახალციხეში, გვაქვს ბინები წელიწადზე მეტი თბილისიდან 20 წუთის სავალზე კასპში ამერიკის მთავრობის მიერ გარემონტებული, USAID-ის მიერ გარემონტებული ბინებს წელიწად ნახევრის განმავლობაში ასე რა თვეში ერთ ბინას გავცემდით, ძლივს მივიყვანეთ იქამდე, რომ თითქმის ბოლომდე შეივსოს შენობა, მაგრამ ეხლაც ბოლომდე შევსებული არ არის. ერთი ბინა დარჩა სხვათა შორის, თუ ვინმე გუყურებს ჩვენს გამოცემას და აქვს სურვილი, 6 ოთახიანი ბინაა, 5 ან მეტი სული, 5-6 სული შეუძლიათ ეს ბინა შეავსონ განაცხადი და მიიღონ. შემიძლია აქვე გითხრათ კიდევ რომ თქვათ ადამიანი, რომელიც ამ წუთში ვერ იღებს ბინას თბილისში, ხო, თქვათ უწევს ბინა გაისადან 2 წლის მერე და 3 წლის მერე, მაგრამ მეჩქარება. გვაქვს პროგრამა, რასაც ქვია სოფლის სახლი და სულადობის მიხედვით მონახავს ადამიანი ბინა საქართველოს იმ რაიონში, სადაც მას მოსწონს ცხოვრება, იმ სახლს, რომელიც მას მოსწონს, იმ ფარგლებში, იმ თანხის ფარგლებში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ და შეუძლია იყიდოს. ცხადია, ამ ფულით ვერ იყიდის თბილისში, ბათუმში ან რა ვიცი, იქ სადაც ყველაზე ძვირია ქობულეთში, მაგრამ შეიძლება იყიდოს რომელიმე რაიონში, მაგრამ თუ ადამიანს მაინც და მაინც უნდა რომ არა სხვაგან, არამედ კონკრეტულად თბილისში ან ზუგდიდში ან ქუთაისში, ну ცხადია ის უნდა დაელოდოს მაშინ იმ ბინებს, იმ მშენებლობებს, რომლებსაც ვამთავრებთ და მიიღებს ყველა მაშინ, როდესაც მასზე უფრო დიდ ქულიანი, მასზე უფრო ქულიანი, ისა მაბადეთ დავამთავრებ და გაყოფილდება. არ გამომიწოთ, ერთი კითხვა მაქვს კიდევ. არავინ არ რატომ ხდება რომ ქულის წარქმევა ხდება მაშინ, როდესაც უკვე ვერ ელოდებოდი მე ბინას. ეს რას მეანიშნებს, ვერ ვიგებ. ცოტა ადრე ეთქვათ ეს ამბავი. ან და რამოდენიმეჯერ, ჯერ ამბლოდია მომცა კბილი მომიშინჯა. ხო, წამართვა, მერე დამიბრუნა, მერე კიდევ წამართვა, მერე ეხლა თქვენი ბრძანებით აგერ აქწერია, ა პუნქტი ეხლა თქვენ ამბობთ ვერ გავიგე, ამითი მე დამიბრუნდებ ეს ქულა თუ არა, ჩემთვის დაუგებარია ვერ ვიგე. ისე გეუბნებით. ის, როცა თქვენი საბუთები მე არ ამაქვს და თქვენი გვარი არ ვიცი, სახელი არ ვიცი, საბუთები წინა ჩემი საქმე და მაბადეთ, დამამთავრებინეთ რა, გითხარით რომ შევისწავლეთ ხო და როცა გვარი არ ვიცი, სახელი არ ვიცი და საბუთები ვერ მიდევს წინ, ესე კონკრეტულ პასუხს, კონკრეტულ ადამიანს ვერ მოგუწვიდე, როგორ არის გითხარით, მე გაგაცანე. კაცო, საბუთები არ მიდევს წინ და ეხლა თქვენი სახელი ესე რას იძლევა. გეუბნებით რომ ადამიანი, რომელიც გამოასახლეს 5 წლის წინ, ეხლა მასახლებენო ამის გამო იმას ქულა ვერ დაეწერება და თქვენ რომ მოხვედით ჩაიწერა ეს ქულები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, ამის შემდეგ ხდება მონიტორინგი და მონიტორინგი ხდება მაღალქულიანების, ერთქულიანის და ორქულიანის მონიტორინგს არ ვატარებთ, იმიტომ რომ იმას ჯერ არ ეკუთვნის ბინა, მაგრამ 7ქულიანის, 8ქულიანის ვატარებთ, იმიტომ რომ მას აქვს შანსი მიიღოს ბინა. იქიდან ზოგს ემატება ქულა, ზოგს აკლდება. როგორც წესი, ყველაზე ხშირად ქულა აკლდება იმაში, რომ ადამიანი რომ მოდის ავტომატურად ამბობს, რომ მე მაქვს ძიმე საცხოვრებელი პირობები. ვუწერთ ქულას ამაში. რომ მივდივართ და ვნახულობთ, მე ეს ქულა აკლდება და ეს ქულა აკლდება მაშინ, როცა ვნახულობთ, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა მოვიქცეთ? თქვათ, სოციალურად დაუცველის ქულა არ აკლდება ეს, იმიტომ რომ სოციალურად დაუცველს არ უწერთ, თუ არ მოიტან სოციალურად დაუცველის საბუთს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ამბობს დაკლება. ბატონებო, მე ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენი ეთერი გამოყენებული იყოს შეკითხვებისთვის და არა მოთხოვნებისთვის. ბატონო ჯემალ, მე დარწმუნებული ვარ, თუ კი თქვენ კიდევ ერთხელ მიმართავთ სამინისტროს, ისინი აუცილებლად კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლიან თქვენს საქმეს. მე ვიცი, რომ თქვენს გვერდით და ვხედავ, რომ თქვენს გვერდით კიდევ ერთი ბატონი ჯემალია, მასაც მივცეთ შესაძლებლობა დასვას შეკითხვა. ზუსტად ამის პირობას ვიძლევით, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად შევისწავლით, ოღონდ ამით შეიცვლება თუ არა რამე, ეს არის დამოკიდებული არა ჩემზე, არა ჩვენ სამინისტროზე, არამედ დამოკიდებულია იმ საბუთებზე, რომლებიც ამ ადამიანს ექნება. ამ საბუთებს ჩვენ ვერ გადავახტებით და ბატონო ჯემალ, თქვენ რომ ეს სამი ქულა მოგემატოთ და სინამდვილეში ჩვენი წესებით არ გეკუთვნოდეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ბინას, მაგრამ ვიღაცა სხვა, რომელსაც ამ ეტაპზე სინამდვილეში უფრო ეკუთვნის, ვერ მიიღებს და ის მიიღებს უფრო გვიან. ამიტომაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესე, რომ ჩვენ უნდა მივყვეთ იმ წესებს, რომლებიც არსებობს დღეს. და 3 წლის წინ, 4 წლის წინ თბილისში ბინის შანსის მიღება
არ ქონდა არც ერთ დევნილს. დღეს ეს შანსი გაუჩნდა აბსოლუტურად ყველას, ვინც არის თბილისში რეგისტრირებული, უბრალოდ ზოგს დღეს ზოგს. ბატონო ჯემალ, რა უნდა გააკეთოთ და აუცილებლად უნდა მიუთითოთ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც იყავით აი ამ ჩვენს გადაცემაში ჩართული და პირადად ესაუბრეთ ღია ეთერის საჩვენებით. როგორც რაიონში ცხოვრობდით, მანამდე ისე შეიძლება რაიონში წასვლათ, თუ გეჩქარებათ და თუ არა და დაელოდეთ და თუ წელს არ შეგხვდათ, გაისაც შეგხვდებათ ახლა და არ არის ამ წუთში 30000 ბინა რომ მქონდეს 30000 დევნილი დღესვე მიიღებდა ბინას თბილისში. ამ ეტაპზე მატყუებენ და აი დღესაც მოტყუებული ვარ. ვერ ვიღებ სულ პასუხს. ვერ ვიგებ. მეკუთვნის თუ არა ბინა. ბინა გეკუთვნით, მაშინ როცა თქვენი რიგი მოვა. რიგი მოსულია და გადასულია უკვე. ბატონო ჯემალ, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ვრცლად გაგცათ მინისტრმა პასუხი ამ შეკითხვაზე. კიდევ ერთხელ მიმართეთ სამინისტროს და როგორც უკვე გითხარით, მიუთითეთ, რომ თქვენ ხალთ ის ბატონი ჯემალი, რომელიც მონაწილეობდით ამ პროექტში და თქვენი კომუნიკაცია, პირადი კომუნიკაცია შედგა ბატონ მინისტრთან. ჩვენ ადამიანს მეორე ბატონ ჯემალს და ხვალე შევისწავლეთ შეკითხვა და მივცეთ შესაძლებლობა გამოიყენოს ამ გადაცემაში მონაწილეობის შანსი. მე ვარ ჯემალი ბე აბრუმია აფხაზეთიდან. ჯემალ ბეი ეს არის ჯემალი მე ვარ ბეი. დიახ. ბატონსა, ერთი თხოვნა მაქვს პატიცემული. იცით რა ხდება? თქვენ ძალებაში, თქვენ კი არა დარახველიძე და გაერო და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების მიღებული აი ეს გადაწყვეტილება და ბრძანება მინისტრის, იქ არ არის შენიშვნა, თქვა სიტყვაზე პიმეჩანია რუსულად რომ თქვა. იქ არ წერია რომ აი ეს რაღაცა რომ არის რაღაცები. მაგალითად მე ვარ რეგისტრირებული მისამართის გარეშე. მისამართის გარეშე. თბილისში მისამართის გარეშე. ახლა მე კრიტერიუმის მიხედვით მაქვს კომპენსაცია, ვარ თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი. სოციალურ იმიტომ რომ მასწავლეთ დაბალხულიებს, იმიტომ რომ კომპენსაცია ეს არის თავრობის მიერ მიღებული დადგინილება. მე უსუპაშვილ და სერგეიკოს უნდა მიმართო, რომ ეს მომისვან კომპენსაცია და მე მომეცემა კომპენსაცია, იმიტომ რომ მე მაქვს 400 ვარამდე შემოსავალი. საშემოსავლო არის სტოპისია პლუს სტოპისია კა. რადგან მე სოციალურ მაძლევენ მაღალ ყურას. კანონი ასე ითვალისწინებს. მაგრამ ვაკე მისამართის გარეშე რომ ვარ რეგისტრირებული, მაქვს 9 ყურა. ჯერ მე საერთოდ ჩემთვის სულეთი იყო ეს გარემონტებული იქნებოდა თუ ნებისმიერ იმაში მივდიოდი. ყველანაირად. დაჟე ჩემთვის არ იყო ეს ახალი ბინები, სხვა და რაღაცები ოაზისებს რომ იშენებდა ზოგიერთი დემილი. ჩემთვის სულეთი იყო. პირველი რაც აპლიკაცია დაიწერა იმაში დასახლება მეტროფშენში, იქ ქონდა მეორეჯერ დამწერე, მესამეჯერ მეთქი, ეგ უკეთესობა მოხდეს მეთქი. მოკლედ ინვალიდიც ვარ, ომის ვეტერანის ვარ, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი. რამდენი სული ბრძანდებით? მარტო ხარ? ძალიან კარგად ვიცნობ, აიცემულო, მაგრამ მე ახლა იმ ძველის გახსენება არ მინდა, ახლა ძველი ჩვენ სული კი არ გაგვეთები, ერთმანეთზე ჯოლობდით, მოსაშორებლად ამ ვიღაცა უნიათო თავრობის და რაღაცა. ჩვენ ერთად დროშას აგიგებია და იყო ის შემთხვევა. რა მეშველება? მისამართის გარეშე 9 ქულას მეტი, ახლა თუ ჩამოვა მე თქვენთან და ხელს მომაჭრით და მომანიჭებთ მე 3 ქულას. რამდენი სული ბრძანდებით ოჯახში? 2 პატიცემული. 2 სული. 9 ქულა არის საკმაოდ მაღალი და საკმაოდ მაღალი შანსია რომ მიიღოთ წელს ბინა. არ აქვს მნიშვნელობა ხართ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული თუ არა ხართ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული. თავარია რომ თქვენ ხართ თბილისში რეგისტრირებული, ეს ნიშნავს რომ თქვენ გააქვთ საკმაოდ მაღალი შანსი რომ მიიღოთ წელს ბინა. ეხლა მოდი ბარემ ამაზე გეტყვით, მაპატიეთ, კიდევ ერთს გეტყვით რა. რატომ არის რომ ძალიან მაღალი ქულები არის ერთ ოთახიანებზე და ორ ოთახიანებზე? იმიტომ რომ უმრავლეს ოჯახებს, იმათაც კი რომლებიც არიან მრავალსულიანი, არ უნდათ დიდი ბინა, ურჩევნიათ 2-3 პატარა ბინა. ამიტომაც მოხდა ისე, რომ 4 ოთახიანი ბინები მიიღოს ეს ერთ ქულიანებმაც კი. ანუ ოჯახში თუ 3 შვილი იყო, უკვე 1 ქულაა და იმათაც კი მიიღეს, ან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის ისა წევრი თუ ყავს ოჯახში, ან ამ 8 სულიდან ერთი თუ იყო მის მონაწილე. უკვე საკმარისი იყო რომ მიიღოთ 4 ოთახიანი ბინა. თქვათ 3 ოთახიანებზე საკმაოდ დაბლა ჩამოვიდა ასევე ქულები, მაგრამ 1 ოთახიანებზე და 2 ოთახიანებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, იმიტომ რომ პატარა ოჯახები არის უფრო ბევრი და
იმათაც კი რომლებიც არიან დიდი ოჯახები, უნდათ მაინც და მაინც რამდენიმე პატარა ბინა, ორი პატარა ბინა, სამი პატარა და არ უნდათ იცხოვრონ ერთ დიდ ბინაში. ამიტომაც არის რომ ძალიან მაღალი ქულებია ერთ ოთახიანებზე და ორ ოთახიანებზე. თუმცა მიუხედავად ამისა, 9 ქულა არის იმდენი, რომ წელს თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი შანსი მიიღოთ ბინა. ახლა თავიდან როცა დაიწერა არაფერიძის პერიოდში აპლიკაციები, იმათ იცოდნენ უკვე ინფორმაცია ქონდათ რომ აი ეს ახალი ბინები არ შენდებაო, значит ადამიანს საცხოვრებელი აქვს, რაღაცას ფანტაზია და ილუზიებში არის, კურორტული ადგილების არჩევა დაიწყეს, ჯიქია, მიგია და რაღაცა. ჩემთვის სულ ერთი იყო, ოღონდ ყოფილიყო, სადაც ყვითელი ავტობუსი მიუდგება. ჩემთვის სულ ერთია, სადაც მიუდგება ყვითელი ავტობუსი. ყვითელი ავტობუსი დადის საქართველოს ყველა რაიონში. და რაიონში ეხლაც გვაქვს ბინები. ბოდიში მომთხოვია. რაც შეეხება ბინას, გარემონტებულს, გაურემონტებელს თუ თბილისის ნებისმიერ უბანში ვიძლევით არა იმ პრინციპით, ვის უნდა გარემონტებული და ვის უნდა გაურემონტებელი, არამედ ვიძლევით შემდეგი პრინციპით, რომ ვინც არის მაღალქულიანი იღებს ჯერ და შემდეგ იღებს შემდგომ ქულიანი. მოხდა ასეთი რამეც ბარემ გეტყვით. თბილისის ზღვაზე ერთ-ერთ კონკრეტულ კორპუსში აღმოჩნდა, რომ იქ რამდენიმე კორპუსი შევიძინეთ, 5 კორპუსი პირველ ეტაპზე და ეხლა კიდე ერთი კორპუსი გადავეცით 100 ბინადევნილებს. ერთ-ერთ კორპუსში იყო რამდენიმე კვადრატული მეტრით ნაკლები ფართები ვიდრე დანარჩენ კორპუსებში. რო შევიდნენ დევნილები ამ ოთახებში ნახეს. მოეწონათ ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ წინააღმდეგი არ იყვნენ. მანამ სამდამ გადავიდნენ მეზობელ კორპუსში. რო ნახეს რომ მეზობელ კორპუსში თურმე რამდენიმე კვადრატული მეტრი ბინა ქონდა სხვა დევნილს, გაჩნდა უკმაყოფილება და ზოგიერთება ეს ბინები უკან ჩაგვაბარეს და ეს ბინები შემდეგ გავანაწილეთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვის თანახმაებდნენ რომ ამ ეტაპზე მიიღოთ ასეთი ბინა. ესეთი რამეებიც ხდება და ისევ გავიმეორებ, 9 ქულა შეიძლება ძალიან მალე, ანუ ხვალვე ზეგვე მიიღოთ იმ შემთხვევაში თუ ესეთი უკან დაბრუნებული ბინა გვექნება, თუ არა და შემოდგომაზე, როდესაც მინიმუმ 400 ბინას დავარიგებთ თბილისში, თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი შანსი მიიღოთ ბინა, იმიტომ რომ 9 ქულა არის მაღალი. საკმაოდ დამაიმედებელი პასუხი მოგცათ ბატონმა მინისტრმა, მეტი რა გითხრათ, რამდენიმეჯერ გაიმეორებ, რომ გაქვთ საკმაოდ მაღალი შანსი, რომ მიიღოთ ბინა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ჯემალს და ბატონ ჯემალს შეკითხვებისთვის. აი თითქმის ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ადამიანს ბინა არ შეხვდეს წელს. ბატონო სოზარ, ახლა შემდეგი შეკითხვებისთვის უნდა მოვემზადოთ, ძალიან ბევრი შეკითხვაა შემოსული და მინდა რომ ყველა შეკითხვის ავტორს უპასუხოთ. მაშ ასე შემდეგი შეკითხვებისთვის მოვეცადოთ. მაშ ასე შემდეგი შეკითხვის ავტორი უნდა შემოვიყვანოთ ეთერში. თეა ალანია დასვავს შეკითხვას. თეა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ასე თქვა მექნება ბატონ მინისტრთან. ჩემი ოჯახი გახლავთ აფხაზეთიდან დევნილი. დროებითი საცხოვრებელი გვაქვს სცენებში. რომელიც არ გვაქვს საკუთრებაში. არც ეს სასტუმროს ტიპის არის, და საცხოვრებლად არ გამოიყენება. თუმცა ამის სარგებლობის საშუალებაც არ აქვს, ჩვენ რადგანაც 10 წელი უკვე თბილისში ვცხოვრობ. სამსახურეობრივი მოვალეობის გამო. და ამ ხნის მანძილზე მუდმივად ვართ საცხოვრებლის ძიებაში და რა შემოთავაზება შეუძლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიზენებთა სამინისტროს შეუძლია თუ არა რაღაც ალტერნატიული ფართი ან კიდე კომპენსაცია ძალიან მაინტერესებს. ბოდის კარგად ვერ გავიგე. სასტუმროში ცხოვრობთ, რომელიც კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის? არა, ჩვენ ცხოვრობთ სასტუმროს ტიპის დევნილთა საცხოვრებელია ეს, მაგრამ არის სასტუმროს ტიპის. რომელიც მუდმივ საცხოვრებლად არ გამოიყენება და ანუ საკუთრებაში არ არის, აღარავის აღარ აქვს საკუთრებაში. კი ბატონო, ყველაფერი გასაგებია. ამ შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება ზუსტად იგივე წესი, რაც ნებისმიერ სხვა ადამიანზე. თუ ეს სასტუმრო არის, თუ სასტუმროს ტიპის დასახლება, რასაც თქვენ როგორც თქვენ უწოდებთ, არის გრევადი, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერტიზა, სამხარაულს შევუკვეთოთ ექსპერტიზა და თუ ეს დადასტურდება, რომ თქვათ არის გრევადი საცხოვრებლად უვარგისი და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში თქვენ ურიგოდ მოგიწევთ გაყვანა და გაგიყვანთ ყველას ერთად, რამდენი ადამიანიც არის, მაგრამ თუ ასეთი არ არის და უბრალოდ იქ არის მძიმე საცხოვრებელი პირობები, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ამ მძიმე საცხოვრებელ პირობებში თქვენ ქულა გემატებათ, მაგრამ თქვენ უნდა შეავსოთ განაცხადი, ან ალბათ უკვე შევსებული გაქვთ და იმავე წესით მიიღებთ, ანუ ქულების წესით, რომელსაც იღებს ნებისმიერი სხვა დევნილი. შეიძლება იქ არ ვიცი, რამდენი ოჯახი ცხოვრობთ, 10 ოჯახი ცხოვრობდეს, საიდანაც 5-მა მიიღოს დღეს, 3-მა მიიღოს გაისად და კიდე 2-მა უფრო გვიანი მის მიხედვით
ვის რამდენი ქულა აქვს და ქულები რის მიხედვით ენიჭება, წეღან უკვე განუმარტე და თქვენც ჩემზე უკეთ გეცოდნებათ. ოღონდ, კიდევ გავიმეორებ, თუ ეს არის ნგრევადი და იქ საცხოვრებლად არის უვარგისი, ამ შემთხვევაში ეს ამის შესწავლა მოხდება და თქვენ ბუნებრივია რომ შეიძლება მოხდეთ ურიგოდ შესასახლებელთა რიგში. ეს არ არის ნგრევადი, ეს არის გარემონტებული შენობა, მაგრამ საცხოვრებლად უარგისი არ ვარგა საცხოვრებლად, იმიტომ რომ არ არის მუდმივად საცხოვრებელი პირობები, მაგრამ სასტუმროს ტიპის ეს. ამიტომ ქალბატონთია, რას გულისხმობთ, რომ არ არის მუდმივად საცხოვრებელი პირობები? კონკრეტულად გითხრათ. ფართიც არ არის საკმარისად ოჯახისთვის, სრულფასოვნად იცხოვროს ადამიანმა, არის რაღაც დროებითი საცხოვრებელი, ისეთი რომ არის სასტუმროს ტიპის. ეს არის სამხედრო ქალაქი, იქნებ ვიცით, თქვენ სენაკის სამხედრო ქალაქი. სენაკში ჩვენ უკვე დავიწყეთ, ან ამ დღეებში დაიწყება ძალიან დიდი სარემონტო სამუშაოები. პირველი ეტაპი ეს არის დაახლოებით 700,000 ლარის ღირებულების, რომელიც გულისხმობს სახურავების გამოსვლას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მეორე ეტაპზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა, რაც გულისხმობს, ეს არის აშენებული ცოტა ისეთ ადგილას, სადაც არის ჭაობები საკმაოდ ბევრი, ეს ჭაობები იწვევს იქ კოღოების გავრცელებას და აქაც ვიწყებთ პირველ პრევენციულ ღონისძიებებს, რომ ეს კოღოები და მსგავსი რამეები მოისპოს ერთჯერადი შეწამლით და პარალელურად კეთდება თლიანი დასახლების გეგმა თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ დავაშროთ აქ ჭაობი, ესეც დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაჯდება და ამ ორ ეტაპს ვახორციელებთ. რაც შეეხება ბინებს, რომლებიც არის პატარა ოთახები. ამ შემთხვევაში სენაკი ვერ იქნება გამონაკლისი იმისგან, რომელიც არის სხვა რაიონებში, მაგალითად თბილისის ზღვაზე სასტუმრო ქართლი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ზუსტად ასეთივე სასტუმროს ტიპის 7 კვადრატულ 8 კვადრატულ მეტრ ოთახებში. ყველა ისინი უნდა გავიყვანოთ, მაგრამ ყველას ერთად ვერ გავიყვანოთ. მე 10 წელია თბილისში ვცხოვრობ და ფაქტიურად ვერ სარგებლობ ამ საცხოვრებლით და რა შემოთავაზება შეგიძლიათ ამ შემთხვევაში? უნდა შეავსოთ განაცხადი და რიგითობის მიხედვით მიიღებთ ბინას. თუ რიგითობას არ გინდათ დაელოდოთ, თქვათ, იქ სადაც მაღალქულიანია, ამ შემთხვევაში უნდა შეავსოთ სოფლის სახლზე განაცხადი. ან გავიმეორებ, ამ წუთში მაქვს რამდენიმე ათეული ბინა ცარიელი. ხაშურში, რა ქვია, ახალციხეში და სხვაგან და სხვაგან. იქ შეგვიძლია ყოველგვარი რიგის გარეშე მოგანიჭოთ ბინა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თია ალანიას. ახლა შემდეგი შეკითხვის ავტორს მოვუსმინოთ. ბატონი ჯაბა უნდა შემოგვიერთდეს, მოგესალმებით. მოგესალმებით. მოკლედ ბატონ სოზართან მექნება ორი კითხვაც გავყოფთ რა ყველაფერს. ერთი არის უფრო ზოგადი, მეორე რაღაც უფრო კონკრეტულად. ზოგადიდან რო დავიწყოთ, ანუ პირველი მაინტერესებს გასვლის თავად მინისტრი, ანუ 2 წელი შესრულდება მალე ივლისში რაც თვითონ არის მინისტრი, ანუ ამ 2 წლის განმავლობაში მისი სამინისტროს, ანუ მისი მეთაურობით აიყო ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა, ანუ ეფექტურობის საზომი რა იყო ინფლაციასთან შედარებით რა რას თulis ყველაზე დიდი მიღწევას ეს ვთქვათ მისი მისდროებებში, რაც მისდა სამინისტროში. ჯაბა ძალიან ცუდად ისმის თქვენი ხმა, მე როგორც გავიგე, თქვენ გსურთ მინისტრმა ჩამოაყალიბოს 2 წლიანი მუშაობის შემდეგ რას თulis ყველაზე დიდ მიღწევად. დიახ. კი ბატონო, მოვუსმინოთ მაშინ ბატონ სოზარს. გისმენთ ბატონ სოზარ. მოდი მე ჯერ დავიწყებ სირთულიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს სირთულე ის არის, რომ პრაქტიკულად შეწყდა საერთაშორისო დახმარებები და ყველაფერი, რაც დღეს კეთდება საქართველოში დევნილების მიმართულებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის მიმართულებით. დიახ, წეგან მე ვთქვი, რომ ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო დახმარების მოპოვებაზე ისევ და თუ ეს მოხერხდება, ეს არის ლაპარაკი რამდენიმე 1000 ბინის აშენებაზე, მაგრამ ჯერჯერობით ვართ დარჩენილი მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის იმედით.
თუმცა ამ ბიუჯეტის ხარჯზე ჩვენ ვაშენებთ უფრო მეტს, ვიდრე მანამდე ეს კეთდებოდა 2 ათეული წლის განმავლობაში. რამდენიმე ძალიან კარგი პროგრამა დავიწყეთ. ერთ-ერთი პროგრამა ეს არის სოფლის სახლის პროგრამა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად დევნილმა თვითონ მონახოს ბინა და ჩვენ ვყიდულობთ ამ ბინას მათთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ძალიან დიდი თანხა და შესაბამისად ამ თანხით ვერ იყიდის, თქვათ, ისეთ ადგილას, როგორიც არის, სადაც ბინა არის ძალიან ძვირი, თუმცა საქართველოს ძალიან ბევრ რაიონში ძალიან იაფად შეიძლება ორსართულიანი სასახლეების ყიდვა. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ზუგდიდის რაიონში ადამიანმა იყიდა ორსართულიანი მართლა სასახლე თავისი 8 ჰექტარი მიწით. მახსოვს მეორე შემთხვევა, როდესაც ასევე 7 კილომეტრში ზუგდიდიდან ადამიანმა იყიდა ასევე ორსართულიანი კარგად გარემონტებული სახლი, თავისი ჰექტარ ნახევარზე გაშენებული ფეიხოის, თხილის, მანდარინის პლანტაციებით და ასე შემდეგ. რამდენად ბევრია ბატონო სოზარ მსურველი რომ წავიდეს სოფლად და იქ იცხოვროს და საკუთარი უკვე 900-მდე ასეთი სახლი გვაქვს ნაყიდი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე ვხელმძღვანელობ ამ უწყებას და 2 წელი ჯერ არ შესრულებულა და ეს 900-მდე სახლი მე მგონი ცოტა არ არის. მეორე ასევე რომ თბილისში დაიწყო ბინების დარიგება და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე აი ყველა მშენებლობას, რომელიც ეხლა ტარდება, მაქსიმალურ კონტროლს უწოდებთ. მშენებლობა ესეთი რამეა, რომ ხარვეზი იქ არ გამოილევა და ვერ იტყვიას ადამიანი, რომ აუ ყველაფერი ხარვეზოდ შენდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ყველა ის შეცდომა, რომელიც ხდებოდა ჩემამდე გვაქვს გათვალისწინებული და უაღრესად კაცრ კონტროლს ვაწარმოებთ, რომ ბინა, რომელიც აშენდება ახალი ან გარემონტდება ძველი, ისე იყოს გარემონტებული, რომ მრავალი წლის განმავლობაში მან ცხოვრება იყოს შესაძლებელი და ისე არ მოხდეს, რომ დღეს შესახლებული ადამიანი ხვალ ისევ გამოსასახლებელი გახდეს და მაქსიმალურად მართლა თავი შემიძლია დავდო იმაზე, რომ რაც ხდება პატიოსნად, თუმცა ყოველთვის არის იმის ეჭვი, რომ ვიღაცამ შეიძლება ითაღლითოს, რაღაცა მოგვატყუოს, ზოგან რამდენიმე ასეთი მაგალითი ჩამოვთვალე, რაც შესაძლებელია მაქსიმალურად ვცდილობთ ამის გადამოწმებას და ამაში ჩართული გვყავს. ჩვენი უწყების გარდა ჩართული გვყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ დახმარებას, თვითმმართველობას ვთხოვთ დახმარებას, როცა საჭიროა თქვათ გადამოწმებას სულს ან რომელიმე სხვა უსაფრთხოების სამსახურებს ვთხოვთ დახმარებას, დევნილებს ვთხოვთ დახმარებას, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია და კონკრეტულ ადამიანებს და ყველა ამ ინფორმაციის შეჯერებით ხდება მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი შეკითხვა ქონდა ჯაბას, როგორც გავიგე, ჯაბა ძალიან მოკლედ და ახლოს მოიწიეთ კომპიუტერთან, რომ უკეთ გავიგოთ თქვენი შეკითხვა და ჩამოვიყალიბეთ ძალიან მოკლედ. მოკლედ, შემდეგი მეორე შეკითხვა არის უფრო კონკრეტული. ეს ეხება მოკლედ რამდენიმე კვირის წინ შეცვლილი ლანჩხუთის რაიონს და გავიგე ეს ვთქვათ ესეთ ცოტა ცუდი ამბავი, ბავშვი რომელიც 2 წლის ასაკში დედა მიატოვა და ცხოვრობს მამასთან ერთად, ანუ ყავს კიდევ ბებია, ბაბუა, ბაბუის ძმა, რომლებიც ეს ვთქვათ არიან მოქმედოები, ანუ მათ არ შეუძლიათ მუშაობა, ანუ ეს 29 წლის ახალგაზრდა კაცი მარტო არ შენს ესე ვთქვათ ამ დიდ ოჯახს. ბავშვი ესე ვთქვათ დედისგან არის მიტოვებული. ამ ტრაგედიას ესე ვთქვათ ტრაგედიას დაემატა ტრაგედია იანვარში მათ დაეწვათ ესე ვთქვათ სახლის სადაც ისინი ცხოვრობდნენ პატარა ქოხი. ამ ყველაფერს ესე ვთქვათ გადავწყვიტეთ ესე ვთქვათ მეგობრების წრემ რომ რაღაც კამპანიასავით გვეწარმოებინა უკვე თბილისში რომ ხალხი დახმარებოდა, კერძო შემოწირულობები წამოსულიყო, ბიზნეს სექტორი რაიმენაირად ჩაგვერთო, ამშენებლო კომპანიები და ასე შემდეგ, ესე ვთქვათ, ხარჯების დონეზე დავითვალეთ, რომ ეს ყველაფერი არის დაახლოებით 19,000 ლარამდე, 20,000 ლარამდე დაჯდება, რომ ესე ვთქვათ, ამ ოჯახს უკვე სახლი ჰქონდეს მინიმუმ რა, რომ სადაც იცხოვრებს ეს ბავშვი მამა და ბებია ბაბუა. რამდენად შედის ჯერ კომპეტენციაში ამ სამინისტროში და რამდენად შეუძლია შემდეგ უკვე დახმარება ამ მომენტში. თუ ეს ოჯახი არ არის დევნილია ან არ არის ეკომიგრანტი, ამ შემთხვევაში ეს ვერ შევა სამინისტროს კომპეტენციაში. ეკომიგრაციაში არ შედის ხანძარი, არ შედის მიწისძვრა, იმიტომ რომ მიწისძვრა ხშირად ისმება კითხვა, როგორ შეიძლება არ შედიოდეს ეკოლოგიურ კატასტროფებში, უბრალოდ მიწისძვრა
ზოგადად იმ ხელად მასშტაბია, რომ თუ მიწის სრვა მოხდა ღმერთმა დაგვიფაროს ამ შემთხვევაში სახელმწიფო მთავრობა მთლიანად ერთვება და ეს ვერ იქნება ერთი კონკრეტული სამინისტროს გადასაწყვეტი, იმიტომ რომ ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი, კი არა 5 წლის ბიუჯეტი შეიძლება ერთი მიწის სრვის შედეგების აღბოფხვრას არ ეყოს. ამიტომაც ჩვენთან შედის თქვას მეწყრები, ჩვენთან შედის ზვავი, ჩვენთან შედის წყალმოვარდნა, ღვარცოფი, ასეთ ოჯახებს ვეხმარებით ჩვენ. დანარჩენი მართლა ის რაც თქვენ დაგიწყიათ და გაგიკეთებიათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ძალიან გაჩნდა ესეთი მოძრაობა თანაგრძნობის, თანადგომის, ურთიერთსოლიდარობის და კიდევ ერთ დაგაკვალიანებთ, რომ თვითმმართველობას სავარაუდოდ თავის თვითმმართველობამ შეიძლება გამონახოს გარკვეული სახსრები, შეიძლება მთლიანად არა რომ ოჯახი დააკმაყოფილოს, მაგრამ რაღაც დახმარება გაწიოს და იმ დახმარებასთან ერთად, იმ კამპანიასთან ერთად, რასაც თქვენ აწარმოებთ, თვითმმართველობის დახმარება და დამატებული შეიძლება ამ ოჯახს გარკვეული საცხოვრებელი. ძალიან დიდი მადლობა თვითმმართველობა, საქველმოქმედო ფონდები, ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომ თუკი თქვენ გაქვთ სურვილი და როგორც თქვით, გაქვთ ამის სურვილი, დაეხმაროთ ამ ოჯახს. ქალბატონ მზიას უნდა მოვუსმინოთ. ქალბატონ მზია, მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. გამარჯობათ. გახლავართ სადაყაია მზია, აფხაზეთიდან დევნილი, კერძო ცოხუმიდან. დღიდან დევნილობისა გახლავართ ქირით. ვიხდი ქირას, 22 წელია გაწყვეტილი ვარ ქირის გადახდით. მე შესავალი მინდა გავუკეთოთ ჩემ შეკითხვას. მე არ ვარ შურით და ბოღმით მოსული ყველას იმ 35,000 თუ 350,000 დევნილს, რომელიც არის აფხაზეთიდან, ყველა იმსახურებს ბინას, ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას, ყველამ უნდა მიიღოს ბინა, ამაში დარწმუნებული ვარ მე. მაგრამ მე მაქვს უსამართლობის განცდა და რასთან დაკავშირებით. ვინც კომპაქტურად ჩასახლებულია, აქვს 0 ქულა, მის დღემში ქირა არ გადაუხდია, არ ბოლო წლებში იხდიან შუქის ფულს და გაზის ფულს და ბევრჯერ მინახავს სამინისტროსთან თხოვნით, რომ შეშის ფულსაც სამინისტროს თხოვენ, ხო და აი ქირით გაწამებული ქალი 22 წელი ქირით რომ ცხოვრობ, სული რომ ამოხდომაზე გვაქვს, ყოველდღიურად პირველი ჩემი როცა გავიღვიძებ ჩემი ფიქრია, აი რითი ვიშოვო ფული, რომ გადავიხადო ბინის ქირა. რითი ვიშოვო, რატომ აქვს უპირატესობა აი ამისთანა დევნილს კომპაქტურში მაცხოვრებას და ქირით მაცხოვრებელი რატომ არ არის დევნილთა სიაში და აი პირველ რიგში დასაკმაყოფილება. საკმაოდ კონკრეტული შეკითხვაა, ქალბატონი მზიას შეკითხვა, ბატონო სოზარ გისმენთ. რატომ თქვენ გონიათ რახანმე ფულს ვიხდი გადამდის თავზე, ინვალიდი ქალი, წნევიანი ქალი, გაჭირვებული ქალი. ახლად რო გამოიგონეთ ეს ბარიერები, სოციალურად დაუცველები, თუ არა ხართ ართ ქირას იხდიან, ქირა გადამიხადეს სადღაც 6 თვე. მე ქირას რო ვიხდი, არა მაქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, ხიდის ქვეშაც გამიტარებია ხამეები. იმიტომ რომ უცებ ფინას ვერ იშოვი, ხაზი გამოიკუდროს იმას და გამოგაგდებს ბინიდან. აი ამ სერბილში ეს სოციალური სტატუსი ზოგჯერ მეხსნება, ზოგჯერ თვეობით იგვიანებს, ხო და ვერ დავეწიე რა ბარიერები, რაში მჭირდება ჩემნაირ ადამიანს, რაში ჭირდება კიდევ სოციალური დამატება. ისედაც არ ჩანს რომ მართლაც და გაჭირვებული ვარ. ქალბატონო მზია, იქნებ მივცეთ შესაძლებლობა ბატონ მინისტრომ უპასუხოთ ამ თქვენს საკმაოდ ვრცელ და კონკრეტულ შეკითხვას. ბატონო სოზარ გისმენთ. პირველ რიგში არ მადლობა ძალიან დიდი კითხვისთვის, მაგრამ აქვე განვარტავ, რომ არანაირი უპირატესობა არ აქვთ იმ დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურ დასახლებებში. თვითონ ეს ცნება ჯერჯერობით აღარ არსებობს უკვე კანონში ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ზოგადადაც ესეთ ყოფილ კომპაქტურები რო დავარქვათ, იმათში ჩასახლებელებს არ აქვთ არანაირი უპირატესობა. ერთი უპირატესობა აქვთ იმ
ყოფილ კომპაქტურებს, რომლებიც არის ნგრევადი. ეხლა თქვა სასტუმრო საქართველოს უკაცრავად სასტუმრო კოლხეთი, რომელიც იყო შუაზე გადახსნილი და როდის ვინ მოკვდებოდა, არ ვიცოდით. ამ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი ურიგოდ გაგვეყვანა. სხვა ყველა შემთხვევაში ხდება ისევ ამ ქულებით დაკმაყოფილება. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქირით, მას აქვს უპირატესობა იმითი, რომ ამ ქულით ცხოვრებაში მას ენიჭება ასევე ქულანახევარი და ეს ემატება სხვა ქულებს. ხა ქალბატონი როცა ამბობს, რომ თქვათ რაში სჭირდება სოციალურად დაუცველი, რატო არ ვაძლევთ პირდაპირ ბინას? იმიტომ რომ, როდესაც 52000 ოჯახია გასანაწილებული ბინა, 52000 ბინა არ გვაქვს და რითი უნდა განსაზღვროთ ამ 52000-დან, რომელია ის 2200, რომელმაც წელს უნდა მიიღო და რომელია ის შემდეგი 2200 ან 3500, რომელმაც გაისად უნდა მიიღოს. ეს უნდა გადაწყვიტოს ან მინისტრმა თავის შეხედულებით, როგორც ადრე ხდებოდა, როცა ვერ გაიგებდით რა კრიტერიუმით ხდებოდა და პირდაპირ მინისტრის კაბინეტში წყდებოდა ეს ყველაფერი, მინისტრის სურვილის და შეხედულების მიხედვით, ან უნდა იყოს ასეთი კრიტერიუმი და ეს კრიტერიუმი ჩამოთვალე და აღარ აქვს მე მგონი აზრი ჩამოთვლას, რომ სოციალური ქულა და სხვადასხვა გარემოებები იკრიბება ერთად და ადამიანი რო ქირით არის, ამასაც აქვს ამას მნიშვნელობა და სხვებთან შედარებით ცოტათი უპირატესად არის და ბარემ აქვევიტყვია. კი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან დევნილები და ჩვენ შეგვეძლო დევნილები, ყველა დევნილს მიიღო ბინა თქვათ 2-3 წლის განმავლობაში ოღონდ. ამისთვის საჭირო იქნებოდა რომ ვარი გვეთქვა ჯანდაცვის პროგრამებზე, რომლებსაც ვახორციელებთ და რამდენიმე 10,000 ადამიანი, რომელიც სიკვდილს გადარჩა ამ ჯანდაცვის პროგრამების საშუალებით, გაგვეწირა სიკვდილისთვის. ან B ვარი გვეთქვა პენსიის გაზრდაზე და არ მგონია რომ ესეც სამართლიანი ყოფილიყო. ან C ვარი გვეთქვა თქვათ მასწავლებელთა ხელფასების მატებაზე და უამრავ ასეთ სხვადასხვა პროგრამაზე და უბრალოდ ბიუჯეტი არის ის, რაც არის, რაც გვაქვს და ვცდილობთ მაქსიმალურად სამართლიანად განაწილდეს ეს ბიუჯეტი. ისევ გავიმეორებ. ის 2000 ბინა, რომელიც გაიცა შარშან და 2200, რომელიც გაიცა მათ წელს ხდება მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე და არა ბიუჯეტის მიღმა. და ისევ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩქარება ამ წუთში, აქვს შანსი მიიღოს ბინა დღესვე. ოღონდ არა თბილისში და თუ თბილისში უნდა დაელოდონ, მაშინ უნდა დაელოდონ ცოტა ხანი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ მზია, ძალიან მოკლე რეპლიკა თუ გაქვთ და შემდეგ სტუმარს უნდა მოვუსმინოთ. არა, ჩემი საშველი როგორც ხედავ, ჩემი საშველი აღარ არის. რამდენი ქულა გაქვთ ქალბატონო თქვენ? რამდენი ქულა გაქვთ თქვენ? 5 ქულა მქონდა. მე ქმარი აფხაზეთის ომში მყავს უგზოვლოდ დაკარგული. ხო და სოციალურად დაუცველობას პერიოდულად მაქვს. ახლა დღეს მივიღე რომ სტატუსი ისევ დამიბრუნეს, აი დღეს. ხო და 5 ქულას ვერ ავწი. 5 ქულა თუ გქონდათ და სტატუსი დაგიბრუნდათ, 8 ქულა გექნებათ ესე იგი. ნახევარი თუ დამემატო, აი ეს პირველად გავიგე თქვენგან რომ თურმე ქირი თუ არ ქულა ნახევარი მემატე. არა, უკაცრავად. თქვენ რომ 5 ქულა, ბოდიში, თქვენ რომ 5 ქულა გაქვთ, ამაში სავარაუდოდ ეს ქულა ნახევარი დამამთავრებინეთ რა. ჩემნაირ გაჭირვებულს, ჩემნაირ სულთ მოგწამს. აი ამ სიტყვის გაგე სრული მნიშვნელობით თქვენ მეორეს ვერ იპოვით პირში. მეორეს ვერ იპოვით. კონკრეტულად დასახლებული ქირას არ იხდის. თქვენ რომელმაც დაარიგეთ ბინები თბილისის ზღვაზე, აი ჩემი გამთხუნებისთვის ხვალვე წავიდეთ. მე უარს ვიტყვი იმ ბინაზე, რასაც მპირდებით, რომლის იმედიც ახარ მაქვს. კარგი. ქალბატონო მზია, ძალიან მომისმინეთ, ვისაც თქვენ ბინები დაურიგეთ, სულ ყველა ევრორემონტები გააკეთა. შესაძლებლებში ვერ შეხვალ. თქვენი ემოცია გასაგებია ჩვენთვის. ქალბატონო მზია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი შეკითხვისთვის. ახლა ბოლო შეკითხვის ავტორს უნდა მოვუსმინოთ. კახა ღვინიანიძე შემოგვიერთდება. ბატონო კახა, მოგესალმებით. მოგესალმებით ქალბატონო ემა. მოგესალმებით ბატონო სოზარ. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენთან გასაუბრების შესაძლებლობა რომ მოგვეცა, მე ვარ კახა ღვინიანიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელი. ჩვენ ვართ მოქალაქეთა არასამთავრობო ორგანიზაციების კლინიკების გაერთიანება თამბაქოს კონტროლისათვის. მოგეხსენებათ, საქართველოში თამბაქოს გამო 11000 ადამიანი გვხვდება და ძალიან კატასტროფული ვითარება გვაქვს დაავადებიანობის მხრივ ამ მხრივ.
დევნილები არის ერთ-ერთი ჯგუფი, რომელშიც თამბაქოს მოხმარება როგორც სოციალურად დაუცველ სხვა ჯგუფებში ძალიან მაღალი არის და ეს მათ გასაჭირს აორმაგებს, ძალიან ამძიმებს ამ ვითარებას. თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს, რომ მათი ეს უდიდესი ზიანი გადაფაროს რეკლამით, ათასგვარი ხრიკებით და მათ შორის რაღაც შეიძლება სპონსორობის აქტებით, რომ თითქოს რაღაც დევნილები დაასპონსორონ და ამით თავის თავს რეკლამა გაუწიონ. და ეს ცნობილი ტაქტიკაა მთელ მსოფლიოში მათი მხრიდან. მე ერთი სამწუხარო ფაქტის შესახებ მინდა გკითხოთ, რომელიც 2015 წლის 1 დეკემბერს დაფიქსირდა შსს აკადემიაში. კომპანია British American Tobacco აღმოჩნდა, რომ განახორციელა აკრძალული საქმიანობა, მოიხსენებათ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ სპონსორობა არის აკრძალული საქართველოში 2003 წლიდან რეკლამის შესახებ კანონით. და აღმოჩნდა, რომ ამ British American Tobacco დაასპონსორა 30 დევნილი და გამართა შემდეგ რაღაც აქცია, რომელიც გადაიცა ტელევიზიებით, რომლის შესახებ ინფორმაცია დღემდე დევს შსს აკადემიის Facebook-ზე და ამით მოახდინა საკუთარი თავის რეკლამირება. სამწუხაროდ ამ აქტში თქვენც მონაწილეობდით, ალბათ იმ ვარაუდით, რომ თქვენ დევნილთა მინისტრი ხართ და ისინი დევნილებს აფინანსებდნენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს კანონით რეკლამის შესახებ თავისთავად ის, რომ სპონსორობის ფაქტი ინდუსტრიის მხრიდან ეს არის აკრძალული საქმიანობა. ფიქრობთ თუ არა და ეს სისტემური სახისაა, სოხუმის უნივერსიტეტში გამეორდა ანალოგიური აქტი. ბატონ სოზარ, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს იყო შეცდომა, უპირველესად ყოვლისა ასეთ ღონისძიება და ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა და რა ნაბიჯებს გადადგავდით, ან გადაგიდგიათ უკვე იმისათვის, რომ ასეთი მოვლენები აღარ გამეორდეს და აღარ მოხდეს თამბაქოს რეკლამირება. მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში როცა თქვენ ბრძანებთ, რომ დევნილებში უფრო მაღალია, თქვათ, მოწევა ვიდრე საკუთარ მოსახლეობაში, მე არ ვიცი რას ეყრდნობით. რაღაც არ მგონია მსგავსი სტატისტიკა არსებობდეს. მეორეც მე კი ბედნიერი ვიქნები და მოხარული არ ეწევოდეს არც ერთი ადამიანი, არც დევნილი, არც არადევნილი და მე პირადად მაგალითს ვიძლევი ამ ხრივ, ზუსტად 19 წელია თამბაქოს არ გავარკარები ვარ, თუმცა არც მანამდე არ ვეყავით თავგადაკლული მწეველი და დიდი სიამოვნებით გავუზიარებ ჩემ გამოცდილებას ნებისმიერ ადამიანს. მესამე, რაც შეეხება აქციას, რომელიც თქვენ ბრძანეთ, თუ სწორად მახსოვს, ეს იყო, რომ სტუდენტების სწავლება დააფინანსეს, ეხლა მართლა შეიძლება რაღაცა იყო იქ არასწორი, მე მადლობის მეტი ამ კომპანიის მიმართ არაფერი მეთქმოდა, თუმცა ესე დეტალურად არც ჩამიხედია თქვათ არის თუ არა აკრძალული. თუმცა თუ აკრძალულია, ცხადია, ეს არ შეიძლება, მაგრამ ხვალ რომ თამბაქოს ინდუსტრიამ თქვას, რომ ააშენებს 52,000 სახლს დევნილებისთვის და საქართველოში არ გვეყოლება არც ერთი დევნილი ბინის გარეშე, მე ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ შემოთავაზებაზე, არის თქმა. თუმცა ისევ და ისევ თუ ეს კანონით აკრძალულია, მაშინ იძულებული ვიქნებოდი თუ არ იგვეთქვა. ზოგადად მე მომხრე ვარ, რომ იყოს ძალიან მკაცრი რეგულაციები თამბაქოს კონტროლზე, ძალიან მკაცრი აკრძალვები, იმიტომ რომ ვერ ვიტან იქ, სადაც არის სიგარეტის ბოლი, 3 დღე მერე არ შემიძლია ცხოვრება ყველა საჯარო დაწესებულებაში, საჯაროში არ გულისხმობს სახელმწიფო უწყებებს, ყველგან სადაც კაფეში, სადაც კი შესაძლებელია, სადაც ორი ადამიანი იკრიბება, მიმაჩნია რომ თამბაქოს მოწევა თუ აიკრძალება, ეს იქნება ყველაზე კარგი ნაბიჯი. დიდი მადლობა გულწრფელობისთვის და მხარდაჭერისთვის და ნამდვილად ეს აკრძალულია საქართველოში კანონით და ეს აკრძალულია იმიტომ რომ ინდუსტრია ამას იყენებს თამბაქოს პრომოციისთვის და არა დევნილებისთვის და ან იმისთვის ისვისაც თითქოს ამ ფულს გაიღებს ხოლმე და მოგეხსენებათ ეს ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა თქვენ ასეთ საინტერესო შეკითხვისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი აქტიურობა გამოიჩინა და საკმაოდ საინტერესო შეკითხვები შემოგთავაზეს. მადლობა, რა თქმა უნდა, თქვენ ბატონო სოზარ, რომ ყველა ამ შეკითხვას უპასუხეთ. მე უბრალოდ მინდა რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. საკმაოდ რთული იყო, პრობლემატური შეკითხვები იყო ემოციურად საკმაოდ მძიმე. ცოტა უხერხულობის მომენტსაც ხომ არ გიქმნიდა, თქვენ არ იცოდით რა შეკითხვა გაიჟღერებდა თქვენი მისამართით. იცით რა, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს თავის კონკრეტულ საქმეზე, იმიტომ რომ
ქულა მომაკლეს და არ უნდა მოეკლოთ, ამაზე პასუხის გაცემა პირდაპირ ეთერში არის შეუძლებელი. ზოგადად ადამიანს, რომელსაც თქვა სოციალურად დაუცველის ქულა ჩამოაკლო ჯანდაცვის სამინისტრომ, ხო? იმას ვერ დააჯერებ, რომ მასზე გაჭირვებული ადამიანი არსებობს, მაგრამ ამ დროს არიან მასზე ბევრად გაჭირვებული ადამიანები. ის ადამიანები, რომლებსაც ამბობდნენ, რომ გააკეთეს ევრორემონტები. რამდენ ოჯახში ვარ ნამყოფ ესეთში, რომ მიცოდეთ, რომ აი მართლა ბოლო რაღაცეები აიღეს, რომ ახალ სახლში გადასულიყო, თქვათ ახალი კარადან ახალი საწოლი ქონოდა, ისინი იყვნენ ძალიან გაჭირვებულები, მაგრამ მაინც ქართველები ვართ და ხო იცით, რომ აი ამდენი წლის შემდეგ ბინა რომ მიიღო, რაღაცა ზოგმა ვალი აიღო ბანკიდან, ზოგმა რაღაცა გააკეთა. უმრავლესობა დღესაც იატაკზე წევს იმ ახლად გარემონტებულ სახლებზე ან ჰუმანიტარულ რაღაცა არც ვიცი ქართულად რა ქვია, დასაკეცი ლოგინები რო არის ლეჟანკას რო ვეძახით ხალხურად ყოფილი წარსულიდან გადმონაშთ ენაზე. ხო და ასეთ მდგომარეობაში არიან და ეხლა ყველას თავისი თავი გონია, რომ აი პირველ რიგში მას ეკუთვნის. ცხადია ამ ოჯახებს შორის არიან ისეთები, რომლებიც შეიძლება ეკონომიკურად ისეთი გაჭირვებულები არ არიან, როგორც შეიძლება თქვათ მისი მეზობელი იყოს, მაგრამ ესენი არიან ოჯახები, რომლებმაც ორი ოჯახის წევრი დაკარგეს ომში, თქვათ ქალბატონი, რომელმაც დაკარგა კონკრეტულ ადამიანს გულისხმობ მამა და ბოდიში ქმარი და შვილი და ამაში ქონდა მას ქულები პლუს თავის შეზღუდულ შესაძლებლობასთან და კიდე სხვა რამეებთან ერთად და კი შეიძლება ამ ადამიანს თქვათ იგივე ომში დაკარგული ორი ადამიანისას 2000 ლარს იღებს და ამის გამო ახლა მან ბინა ვერ მიიღოს, ესეც ალბათ არ იქნებოდა სწორი. მე კარგად მესმის იმ ადამიანის, რომელიც ძიმე მდგომარეობაში ადრეს ვერ იღებს ბინას, მისთვის არანაირი ნუგეში არ არის, რომ ვიღაცა მასზე გაჭირვებულმა მიიღო და იმას უფრო ეკუთვნოდა აქ. მას უნდა ეს. ახლა ამ წუთში და არაფერი სხვა არ უნდა. მაგრამ ისევ ვიმეორებ, როცა ადამიანი ამბობს, რომ რამდენ ხანს შეიძლება ცხოვრობდეს გაუსაზღლის პირობებში, ვეუბნებით, რომ ვთავაზობთ კარგ ბინას დღესვე. ეხლა თუ მაინც და მაინც ადამიანს უნდა ვაკეში, მაშინ უნდა დაელოდოს ვაკეში, როდის აშენდება ბინა და მთელი მსოფლიო დღეს არის მობილური, მოძრაობს გადადიან ერთი ადგილიდან მეორეში, ეძებენ უკეთეს საცხოვრებელ პირობებს, უკეთეს საცხოვრებელ სახლს. ყველანი მოძრაობს, ყველანი მიცვლით ადგილებს და ამიტომ თუ მაინც და მაინც თბილისში არის, უნდა დაელოდოს, თუ არა და დღესვე ყველას აქვს შანსი მიიღოს ბინა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. მინდა აქვე ბოდიში ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც იაქტიურა შეკითხვები გამოგვიგზავნა, სამწუხაროდ გადაცემის ფორმატი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ყველა ამ შეკითხვამ გაიჟღეროს, თუმცა თქვენ მომავალ კვირას გექნებათ აუცილებლად შესაძლებლობა კიდევ გამოაგზავნოთ ეს შეკითხვები. ჩვენ კიდევ გვეყოლება საინტერესო სტუმრები, ასე რომ უნდა დაგველოდოთ ყოველ პარასკევს ჩემი კითხვა თქვენთვის მუშაობს. ძალიან დიდი მადლობა და ბოლოში ერთ სიტყვი რა უბრალოდ აი რამდენიმე ქალაქში დავხურეთ დევნილების პრობლემა, ყველა დევნილმა მიიღო სახლი, ვინც იქ ცხოვრობდა. გორი უკვე მომავალ წელს მიუშევერთდება ამ ქალაქების რიცხვს და ასე ნაბიჯ მივყვებით ყველა ამ ქალაქებს, უბრალოდ არის რამდენიმე ქალაქი, სადაც ყველაზე დიდი პრობლემებია, ერთ-ერთი ესეთი არის ყველაზე დიდი თბილისი და ზუგდიდი, სადაც ყველაზე მეტი დევნილია და სადაც ამ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა ყველაზე მეტად ჭირს. სხვაგან ასე თუ ისე ხდება ისე, რომ პრაქტიკულად ვხურავთ პროგრამებს და ვხურავთ პრობლემებს, იმიტომ რომ თითქმის ყველა დევნილი უკვე იღებს ბინას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, სოზარ სუბარი იყო დღეს ჩვენი სტუმარი. კარგად.